საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. მოსარჩელე მარიკა გაბესკირია მიიჩნევს, რომ სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის 2:79 დადგენილებით ამტკიცებული სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების პუნქტში არსებული ჩანაწერი დისკრიმინაციული ხასიათისაა. კონკრეტულად კი მარიკა გაბესკირია შშმ პირია და სოციალური დაცვის პაკეტით სარგებლობს. ჩანაწერის მიხედვით სოციალური პაკეტის ფარგლებში დარიცხული შემწეობის გამოყენება შშმ პირს ქმედით უნარიანობის აღდგენის შემთხვევაში შეუძლია. გამწესრიგებელი სხდომის შემდეგ გაირკვევა, მიიღებს თუ არა საქმე სასამართლო არსებითად განსახილველად. სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. სასამართლო გამწესრიგებელი სხდომით განიხილავს 627 ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ საარჩევნს. დავით საგანი არის სოციალური პაკეტის განსაზღვრების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების კონკრეტული მუხლები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ზრუნველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ სოციალური პაკეტის ფარგლებში დარიცხული კონკრეტული შემოსავალი, მხოლოდ ქმედუნარიანობის აღდგენის შემთხვევაში ან ამის გარეშე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი არის დისკრიმინაციული. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხს განვიხილავთ დღეს. ეს არის გამწესრიგებელი სხდომა. საკითხი ეხება ქმედუნაროდ აღიარებული ქალის საკუთრების უფლებას, რომელიც ჩვენი მოსაზრებით ირღვევა დისკრიმინაციულად. მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ ეს ქალბატონი ცხოვრობს სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში და აბსოლუტურად არაპროპორციულად ხდება მის საკუთრების უფლებაში ჩარევა.